უფლება მოგვეცით, რომ ჩვენ თქვენ შემოგიერთდეთ და ფეხზე წამოუდგეთ იმ მსხვერპლებს და დუმილით პატივი მივაგოთ, ვინც გარდაიცვალა და სხვაგვარად დაზიანდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წამების მსხვერპლებს საგამოძიებო კომისიის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი იმ ადამიანის ისტორიის მოსმენამდე მიაგეს, რომლის წამების აღიარება და ამ მუხლით გამოძიების დაწყება იმჟამინდელ პროკურატურასაც კი მოუწია. 2011 წლის 14 ივნისის მოვლენები ლაშა არქანიამ დღეს საჯაროდ და დეტალურად გაიხსენა და მის წამებაში მონაწილე კონკრეტული პირებიც დაასახელა. გამიტაცეს პოლიციელებმა ცემა დამიწყეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ძალად ჩამიდეს პირში, დამემუქრნენ მკვლელობით, დამიწყეს სხეულზე, კონკრეტულად კი იღლიებში სიგარეტის დამწვრობა. ჯვარის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდგომ წალენჯიხის პოლიციის განყოფილების უფროსმა გოჩა გოგოხიამ დამარტყა ხელი განყოფილებაში, ჩემ მიმართ ჰქონდათ მოთხოვნილება დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტში. შეთითხნილი ბრალდებით დაკავებულ არქანიას არამხოლოდ მის მიერ არ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას, არამედ საკუთარი თანასოფლელებისთვის ტერაქტის მოწყობის დაბრალებას თხოვდნენ. ფიზიკურ ძალადობასთან ერთად ემუქრებოდნენ მისი და ოჯახის წევრების გაუპატიურებით და მოკლით. გამიყვანა ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსმა ვახტანგ გაბაშიძემ და ცადა დახვრეტის იმიტაცია სუბდიდის პოლიციის რომელიღაც განყოფილების წარმომადგენლები იყვნენ, გიორგი სამუშია, კოხტა კოდუა, რომლებმაც უსიტყვოდ ყველაფრის გარეშე დამიწყეს ხელახლა ცემა საკუთარ დედაზე დაიგინა კოხტა კოდუამ, რომ ის ხელკეტით გამოუპატიურებდა თუ იმ შემთხვევაში თუ არ მოვაწერდი ამ ცრუ ბრალდებას ხელს დამემუქრნენ ბუხარში დემონსტრაციულად ცეცხლში დაწვით. იმის გამო, რომ მე მათ არ დავეხმარე. ლაშა არქანიას მიმართ მოპყრობა იმდენად არაადამიანური იყო, რომ თვალი ვერც მაშინდელმა პროკურორმა დახუჭა. წამების მუხლით საქმე აღძრეს, ჩართეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ჩაუტარეს სამედიცინო ექსპერტიზაც, თუმცა თვლის, რომ გამოძიების დაწყება მაშინ ფორმალური იყო. უკავშირებთ თუ არა თქვენ ამას იმ ფაქტს, რომ ვინაიდან გახმაურდა თქვენდამი მოპყრობის ფაქტები, შემდეგ ხელისუფლებას ეს ნაბიჯი დასჭირდა იმისთვის, რომ ეთქვა, რომ ვიძიებთ. ნორმალურად დავწერა, მაგრამ ამან მიხსნა კიდევაც და შემინარჩუნა სიტუაცია. კი ბატონო, ეს მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, ჩვენ ვართ ჯარისკაცები. არსად წასვლას არ ვაპირებთ, სანამ ისინი არ განადგურდებიან. შესაბამისად, ხომ არ არის მაინც აი რაღაცა საფრთხე. ნაწილი პირებისა არიან დაკავებულები, მაგრამ საქმე გაყოფილია ორ ნაწილად და მაქვს იმედი, რომ მეორე ნაწილიც საქმისა დასრულდება და თავს ალბათ უსაფრთხოდ მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიგრძნობ. რამე თუ ეს პირები დღემდე თავისუფლებაზეც არიან და ძალოვან სტრუქტურებში თანამდებობებზეც არიან. საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ყოფილი ხელისუფლების არაერთი მაღალჩინოსნის სახელმა და გვარმა გაიჟღერა. მათი პოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე ყველა დაზარალებული ხაზს უსვამდა, რომ სისასტიკით გამორჩეული რეჟიმის შემქმნელებს მართვის სადავეები ხელში არასდროს უნდა ჩაუვარდეთ. სააკაშვილს რა უნდა სამავთყოფოში? სამავთყოფოში უნდა იყოს, სამავთყოფოში არა, ის უნდა იყოს იმ ციხეში, რომელიც ეხლა არსებობს, მართალია ისეთი არ იქნება, როგორც მაშინ იყო, მაგრამ მან უნდა იგრძნოს, როგორია ციხეში ყოფნა და როგორია კამწარებული ოჯახები, აწილკებულები. მე მკითხო, როგორი დემოკრატია იყო, მაშინ როგორი დემოკრატები იყვნენ, ეს ლიდერები, რომლებიც დღეს გამოდიან და თავს იდებენ ადამიანის უფლებების დაცვაში. ვინ უნდა იზრუნოს ხალხზე? სააკაშვილის აჩაღებმა უნდა იზრუნოს ხალხზე? ვინ? ვაშაძე იზრუნებს ხალხზე? გვარამია, პროკურორი იყო, როდესაც მე წამებაში მკლავდნენ.
კოჩაკაკოიშვილი დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ საქმის შეკერვაში პირადად მიხეილ სააკაშვილი იყო ჩართული. ყვება, რომ მისი დასჯის და წამების ერთადერთი მიზეზი მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მისი ბრძოლა იყო. ჩამაგდეს თეთრ-წყაროში ტრაპეზზე გათავისუფლებიდან ისეთ დონეზე ვიყავით. მანქანიდან რომ გადმომიყვანეს, სკამზე დამსვეს მეგობრებმა და სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში, ვინაიდან ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ნაცემი და ნაწამი. იმ შიშროებიდან იყვნენ შემოსულები, რომლებიც ახორციელებდნენ ჩემს ცემას და წამებას დამბულ მდგომარეობაში ნაროჭიკებით, ორკილებით დადებულ. ძირითადად ცემა ხდებოდა, რომ გაგატიტულებდნენ იმ შემთხვევაში მთლიანად და იმით რა ქვია, პლასმასით ბოთლში ჩასმული წყლით. ერთ-ერთი პირველი, ვინც სააკაშვილის ხელისუფლების სისასტიკე თავის თავზე გამოსცა და ვალერი გელაშვილი იყო. დეპუტატი და ბიზნესმენი 2005 წელს მიხეილ სააკაშვილის დავალებით ცემეს. გელაშვილმა დღეს მასზე თავდასხმის ფაქტი კიდევ ერთხელ გაიხსენა. მასა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება ავლაბრის რეზიდენციის გამო დაიწყო, რაც საბოლოოდ მასზე თავდასხმით და ლიკვიდაციის მცდელობით დასრულდა. მიდიოდი ხაშურისკენ. და ელიავის ბაზრობას გავწვდით თუ არა, ბლოკირება გამიკეთეს ორმაშინის სფერომა მანქანამ და უკიდან ავტობუსიდან გამოხდნენ სპეცნაზის ფორმაში 6-7 კაცი. ერთ-ერთი მომენტი ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ვერ ილაპარაკება და ეგრევე კონტაქტი მომარტა სახში. 4 ადამიანმა დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში ჩექმები მარტო თავში მისდევდნენ. და მაშინ დაარეკა მეუღლე ვილიუსიდან და მეუთხარი სასწრაფო თვითმფრინავი და გამიყვანე აქედან მეთქი. თორე არ მაცოცხლობენ მეთქი. სამავტყოფოში სითხეს მისხავდნენ და შარდენს არ მიკეთებდნენ, რომ წყალი გავსილიყო ჩემი ფილტვები და გავთიშულიყო. თავდასხმის მოწყობაზე ოქროვაშვილს შესთავაზა. როგორც ვიცი, ოქროვაშვილმა ინფორმაცია მაქვს, უარი უთხრა სააკაშვილი მაშინ მერაბიშვილს დაავალა. მერაბიშვილი მაინც მიშას მორჩილი იყო, მეტ უფრო მორჩილი იყო და ის ყველაფერს ასრულებდა, რასაც მის შეეუბნებოდა. რეაბილიტაციიდან მალევე ვალერი გელაშვილი საქართველოში დაბრუნდა. ამბობს, რომ მასზე ანგარიშწორების სურვილი ისევ იყო, თუმცა რეალიზებას მაშინდელი ლიტვის პრეზიდენტის გაფრთხილება უშლიდა ხელს. გაიხსენა 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდიც, როდესაც მისი ლიკვიდაციის გეგმის შესახებ გაიგო. მე ვიცი, რომ ადამიანკუსივ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, გააფრთხილა ხელს მოკიდებ გელაშვილს და ვეღარ გაპატიებ. მე ინფორმაცია მქონდა, რომ ჩემი ის დაგეგმილიც იყო ჩემი განადგურება ერთ-ერთ პოლიკლინიკაში იყო შეჯახება კუდის ყოფილ უფრო თანამშრომელთან. სპეცნაზი ჩამოიყვანეს შუა დღის საათებში 15 მანქანა. და ამ 15 მანქანას არჩევნების დღეს. და თვითონ მიხეილ სააკაშვილი ორჯერ დაჯდა ხაშურში არჩევნების დღეს. ორჯერ ჩამოვიდა. რო აკონტროლებდა, რომ მე არ გავსულიყო, მე არ მომეღო არჩევნები. 13 წლის დასაწყისში დათოვლისუფლებული იყო მაშინ თავმჯდომარე და გიორგი ვაშაძეს ლიტვის სეიმში ვიყავით და რაღაცაზე ვლაპარაკობთ ჩემ თავდაღმაზე და აბა რა გეგონაო შეურაცხყოფა რომ მეაყენაო იმასო პრეზიდენტს. და პარლამენტში ვიყავით, თორე პასუხს გავცემდი. საგამოძიებო კომისიამ არაადამიანური მოპყრობის კიდევ ერთი ისტორია ბესიკ დანელიასგანაც მოისმინა. დაკავების არაერთი წარუმატებელი მცდელობა არაადამიანურ მოპყრობაში 2011 წლის 21 მაისს გადაიზარდა. დანელია ორსულ მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად გლდანში გადაადგილდებოდა, როდესაც რამდენიმე პოლიციელი თავს დაესხა, კიბეზე დააგორეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. დანის კიბის ჩასასვლელი არის დაახლოებით 2 სართულის სიმაღლე. ზემოდან გადამაგდეს, ანუ აი ამ ჭიდაობაში და ხელჩართულ ბრძოლაში დამიზიანდა ხერხემალი. 20-მდე პირი დაამესია. ენის ხელკეტებით, არ ვიცი, ნუ რეებით მირტყამდნენ, გადამიტეხეს ფეხი სამადგილას. ასევე დაზარავდნენ ჩემი ოჯახის წევრები ამ დღეს. ჩემს ფეხმძიმე მეუღლეს მოეშალა მუცელი. ასევე მიიღო მრავლობითი დაზიანებები. დედას ძალიან მოკლე პერიოდში დაემართა ინსულტი და შემდეგ განმეორებითი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. ბავშვს განუვითარდა შაქრიანი დიაბეტი. ეს დავალებები მოდიოდა უშუალოდ სააკაშვილისგან, უშუალოდ მერაბიშვილისგან, უშუალოდ გიგი უგულავასგან. საგამოძიებო კომისიამ დღეს 4 ადამიანის 4 მძიმე ისტორია მოისმინა. 4-ვე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წინააღმდეგ მომზადებულ დასკვნაში ჩაიწერება.